მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, დასაწყისში მინდა შევეხმიანო უპასუხო იმ საყვედურს, რომელიც ერთგვარი საყვედური შემოვიდა, რომ ლაპარაკობთ ლოზუნგებით, მაგრამ არ ჩანს თქვენს საუბარში იდეა და არ ჩანს ის იდეოლოგია, რომელიც ქვეყნისთვის არის საჭირო. რა უნდა უთხრათ ახლა ამის თაობაზე, რა უნდა ვთქვათ, 28 წლის განმავლობაში საუბრობდა ბატონი აკაკი ამ თემებზე ძალიან დაწვრილებით და უკვე 100-ზე მეტი გადაცემაა ჩვენი მხრიდანაც ჩაწერილი, სადაც ჩვენ საუბრობთ ამ სწორედაც იდეოლოგიურ საკითხებზე, იდეაზე, რომელიც სხვათა შორის ჩვენგან არ მოდის და არც ბატონი აკაკისგან არ მოდის, თვითონ ბატონი აკაკი ამბობდა, რომ ეს არ არის ჩემი და რომ რაც მივიღე იმას ვსაუბრობ. თუკი 28 წლის განმავლობაში ამდენი ნალაპარაკები, ნასაუბრები არ იყო ვიღაცისთვის გასაგები, რთული 1 საათის განმავლობაში რამე ვთქვათ ჩვენ ისეთი, რომელიც დააკმაყოფილებს ამ ბატონს თუ ქალბატონს, ისე კი როგორც ჩანს ქართველებს არ დაგვრჩენდა ერთმანეთის არ მოსმენა და ერთმანეთის ნასაუბრების გონების თვალით გადახედვა, თორე სხვანაირად როგორ შეიძლება ახლა საუბარი იმაზე, რომ ჩვენ იდეას არ ვაწვდით, იდეა არ აგვაქვს, ისევ საუბრობთ, ეს ცოტა იყოს დაუმსახურებელი საყვედურია. სხვა პოლიტიკური ორგანიზაციები თუ საზოგადოებრივი ორგანიზაციები ტყუპისცალებით გავს მართლაც ერთმანეთს. ზოგნი ყველაზე დიდი განსხვავება, ასე ვთქვათ, თუ არის მათ შორის, ზოგნი თუ იტყვიან, რომ რუსეთისკენ თუ წავალთ, კარგად ვიქნებით, ან ამერიკისკენ თუ წავალთ და დასავლეთისკენ კარგად ვიქნებით, აი ყველაზე დიდი განსხვავება რაც შეიძლება იპოვო. თუ არა, დანარჩენი ყველა საუბრობს, რომ ეს ხელისუფლება არ ვარგა, მე თუ ვიქენი მის ადგილზე, მე კარგად წავიყვან ქვეყნის საქმებს. აი, მთელი განსხვავება ეს არის მათ შორის. ერთადერთი ორგანიზაცია, რომელიც გამოდის და ამბობს, რომ ვერც დასავლეთისკენ წასვლა უშველის ქვეყანას და ვერც ჩრდილოეთისკენ, თუ არსებული სისტემა არ შეიცვალა, კაპიტალისტური სისტემა არ შეიცვალა, შეიძლება ერთეული ოლიგარქები კი ბატონო იყვნენ კარგად, მაგრამ ერის საშველი არ იქნება. და ერი ვერ გადადგამს წარმატებულ ნაბიჯებს, შეექმნება უამრავი პრობლემა, რომელიც უკვე აქვს იმის გარდა, კიდევ უფრო დიდი პრობლემების წინაშე დადგება, რაც დრო გავა, თუ არსებული ფორმაცია არ შეიცვალა და ახალ საფეხურზე თუ არავინ აცვლეთ. ეს რაც შეეხება ამ პასუხს. ისე ეროვნული იდეოლოგიის ხსენებაზე გამახსენდა წლების წინ ნათქვამი ჩვენი პრემიერის, ქვეყნის პირველი პირის, რომ მე არ ვიცი რა არის ეროვნული ცნობიერება და ეს საშიში თემაა. და სწორედაც ასეთი ადამიანი ყავს დღეს ქვეყნის პირველ პირად და რატომ უნდა გვიკვირდეს ის, რომ სწორედაც იდგმება ანტიქართული ნაბიჯები. ამ თემებზე ჩვენ რამოდენიმე გადაცემა ჩავწერეთ და დღესაც კვლავ გვიხდება ამაზე საუბარი, იმიტომ რომ ეს საშიშროება, ეს საფრთხე დღის ეს რიგიდან მოხსნილი არ არის და სანამ ეს საკითხი არ გადაწყდება დადებითად, ჩვენ იზოლებული ვიქნებით, რომ კვლავ და კვლავ ამ თემებს შევეხოთ, იმიტომ რომ ამაზე უფრო საჭიროა დღეს ჩვენს ირგვლივ სხვა არაფერი ისეთი არ ხდება, რომელიც თავისი მნიშვნელობით აღემატებოდეს იმას, რასაც ქვია არაბული ქვეყნების მშენებლობა ჩვენს მიწა-წყალზე. ხელისუფლება ცდილობს, რომ გასამართლებელი მოძებნოს და სხვადასხვა არგუმენტები მოაქვს ხალხის მოსატყუებლად. ერთ-ერთი არგუმენტი არის, რომ ეს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებია. საოცარია პირდაპირ კი, მაგრამ ჩვენი წინაპრები ესე ყოფდნენ მიწას, როდესაც მტერი მოდიოდა, რომ ეს სასოფლო-სამეურნეო მიწა აქ არ მოხვიდეთ, ეს არასასოფლო-სამეურნეო მიწაა და კი ბატონო მობრძანდით. საინტერესოა 9 ძმა ხერხეულიძე, სამასი არაგველი, სხვა ჩვენი დიდებული წინაპრები არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების დასაცავად დაიხოცნენ თუ სასოფლო-სამეურნეო ეს ქართული მიწა-წყლის ესე დაყოფა და სპეკულირება, ეს სრულიად მიუღებელია, ეს არის დემაგოგია სრული.
წლების წინ, როდესაც ფორმირება ხდებოდა ქართული ოცნების პოლიტიკური ორგანიზაციის, ძალიან მე ვიცი პირადად, რომ ძალიან ბევრი წესიერი ნორმალური ქართველები ადამიანები შევიდნენ ამ ორგანიზაციაში, იმედით, რომ რაღაც უკეთესობისკენ გადაიდგმებოდა ნაბიჯი და ლოზუნგებით და ასე ვთქვათ, დაპირებებიც ისეთი იყო, რომ საკმაოდ მაცდუნებელი იყო და ძალიან ბევრი ნორმალური ადამიანი შევიდა ამ ორგანიზაციაში. დღეს უყურებდა პროტესტი თითქმის არ ჩანს, არადა წესით მოროდინი ესეთია, რომ აი პანტაპუნქტით უნდა ტოვებდნენ პროტესტის ნიშნად ამ პოლიტიკურ ორგანიზაციას, რასაც ქართული ოცნება ქვია, მაგრამ ამასთან არა გვაქვს საქმე. საქმე იმაშია, რომ სისტემამ ყველა ადამიანი მაინც გასვა, რა მაინც ჩაითრია და ახლა ამ ადამიანებს აქვთ გარკვეული რაღაც ამათ წინააღმდეგ არსებობს უბრალოდ რაღაც საბუთები, კომპრომატები და თვითონ ამ პარტიის შიგნით რეპრესიების წამოწყებაც ეთყობა უკავშირ ერთ-ერთი მიზანიც ეგ იყო, რომ დაშინება საბუთების დევს ყველას წინააღმდეგ და ამოქმედებენ მათ წინააღმდეგ, ვინც ხმის ამოღებას გაბედავს, რომ აი რატო უკიდით ქართულ მიწებს. განსაკუთრებული დიდი მნიშვნელობა ექნებოდა თუ ამ დაგვარი განცხადებით თუნდაც რამოდენიმე ორგანიზაციის წევრი, ქართული ოცნების ორგანიზაციის წევრი გამოვიდოდა და ხმას აიმაღლებდა. ხო. კი ბატონო, მივესალმებით ჩვენს მსმენელს, მაყურებელს. ჩვენ ფაქტიურად ახალ ფაზაში აღმოჩნდით, ახალ ფაზაში გადავედით მთელი ქვეყანა. ეს უნდა შევადაროთ პროცესს, როდესაც მომაკვდინებელი სენი სიმპტომის გარეშე, ღია გამოკვეთილი სიმპტომის გარეშე ვითარდება და უცაბედად დგებით დიაგნოზის დასმის წინაშე, ღია თუ, იმიტომ რომ სიმპტომი იჩენს უკვე თავს და დიაგნოზი ის არის, რომ ამ დაავადებას თუ სასწრაფოდ საჭირო წამლით არ დაუწყეთ, ახლავე მკურნალობა, სიკვდილი გარდუვალია. აი ერი ამ მდგომარეობაში აღმოჩნდით, ალბათ ბევრისთვის მოულოდნელად ძალიან სწრაფად მოკლედ. ეს ახალ რეალობაში გვამყოფებს. ამან სრულად სხვა განზომილებაში შეგვიყვანა. მე ხლა სპეკულირებას არ დავიწყებ მეოთხე, მეხუთე და რაღაც ეზოთერიული ნებს არ დავმოყვები განზომილებათა ცვლილებაზე და ზოგი უკვე მე-12 თუ მე-13 განზომილებაშია გასული. ხო, თავისი ნათელმხილველობით. იმაზე არა მაქვს ლაპარაკი. რა რეალობა, რა ხდება ჩვენს თავს, ამაში უნდა სწრაფად გავერკვათ. სწრაფად უნდა გავერკვათ. მტერი არსებობს, მოწინააღმდეგე არსებობს, ბუნება ასეთი ფორმით არის უფლის მიერ შექმნილი და ის ვინც შემოგძახის, რომ იდეა არა გაქვთო და უიდეონი ხართო, უნდა მიმართო ამ ადამიანს გამოეხმაურო, რომ საერთოდ არც თუ ისე ბევრი ფუნდამენტალური იდეა არსებობს, სულ ორი იდეა. ერთი იდეა არსებობს ზეგონიერი არსის არსებობას, რომ ეს სამყარო მის მიერ შექმნილია და მეორე იდეა არსებობს, რომ არა ეს სამყარო არაფერსგან არაა შექმნილი და ჩვენ ვართ შემთხვევითობის ნაყოფი. სულ აი ეს ორი იდეა და აქედან მომდინარეობს ამ ორი იდეიდან მომდინარეობს ყველას დანარჩენი ჭრელი და მრავალფეროვანი, მაგრამ ეს ორია. რა ხელა მასშტაბის იდეა საქართველოსთან მსოფლიოს მიეწოდა და ეს პროცესი მიმდინარეობს 1995 წლიდან. ასეთი მასშტაბის იმპულსები ბევრი არა აქვს მიღებული მთელ კაცობრიობას. საერთოდ ქართველობა თუ ამას გავითვალისწინებთ და თურაშაულის პატრონი ტყეში პანტის ძებნას არ გავაჩაღებთ, რითაც ვართ დასაქმებული მთელი ეს წლების განმავლობაში, ეს კარგი იქნება. გვიდევს უზარმაზარი მნიშვნელობის ახალი სიტყვა, ახალი ცნობიერების გასაღები,
ქვეყნის გადარჩენის ფუნდამენტალური საკითხები და ამაზე დიდი იდეოლოგია და იდეა არ არსებობს, ამაზე დიდი სიტყვა არ არსებობს, ახალი სიტყვიდან გამომდინარე. ადამიანი, ერი კაცობრიობა, დედამიწაზე ღვთაებრივი სამების, მსგავსების და ანარეკვლის წარმომადგენელია. არც ერთის ხელისხლება არ შეიძლება ეროვნული ცნობიერების და ყოფიერების განადგურება, შეიძლება ადამიანის, არ შეიძლება კაცობრიობის განადგურება. ერთ-ერთი ხელის აღმართვა ნიშნავს მთლიანად სიცოცხლის მოსპობას. ეს არის უშველებელი ახალი სიტყვის მიერ მოტანილი, უზარმაზარი, ახალი ჭეშმარიტი იდეოლოგიის საფუძველი და თუ რომელიმე სამ იდეების გაგების და განვრცობის შნო გვაქვს, წინ გვიდევს უზარმაზარი სიღრმის და სიმაღლის მატარებელი ფუნდამენტი. ხო, ამას მივაქციოთ ყურადღება და ასე შემდეგ. ეხლა ჩვენ ეს გზა დაუპისაა. ცხოვრების წესი, რითაც გვაცხოვრებენ, სადაც ჩვენ ჩავებით, რითაც მოვედით აქამდე. ეს გზა დაუპისაა. არ გჯეროთ, არ გვინდოდა ამის გაგება. და მტერი მოდის ცოდნით, მოდის იდეოლოგიით, სწორედ იდეოლოგიით, იმახინჯი იდეოლოგიით, რომელსაც სწორი იდეოლოგია დაუხვედროთ და გვაქვს ეს იდეოლოგიაც, თუმცა ამას არ ვაქცევთ ყურადღებას. და რაში მდგომარეობს ახლა ამ მტრის ღიად გამოჩენა? აღმოჩნდა, რომ ყველაზე მეტად ვისის და რისიც უნდა გვშინებოდა აქ არის შემოსული. ჩვენი ხელით არის მოყვანილი. ეს უნდა გავარჩიოთ, ესე იგი ჯერ ერთი უნდა გავიგოთ, რომ ეს მტერია, თავის სახელი უნდა დავარქვათ, მას რა მიზნები აქვს, ღიად არის. რამოდენიმე სიტყვით ყველაფერს თავს მოუყვრით და ღიად არის და ამის მერე როგორი მიმართება უნდა ვიქონიოთ. ხო, აი კი არის მტერი. ნუ ჩვენ ქრისტიანობიდან ამოვდივართ, ქრისტიანობა ეს არ არის უბრალოდ მხოლოდ რელიგიის ჩარჩოებში ჩატეული რამ, ეს არის ცხოვრების საზრისი, მოქმედების საზრისი, ქვეყნის მართვის საზრისიც ქრისტიანულში უნდა გავიაზროთ და ქრისტიანობა გვეუბნება მტრის სიყვარულსაც. ის თუ არსებობს და არსებობს, ჯერ ერთი ამისი დანახვის უნარი უნდა გაგაჩნდეს და შემდეგ მასთან მიმართების უნარი უნდა გამოიმუშაო, ისიც უნდა გიყვარდეს. ის აუცილებლობა მინუსიც უნდა არსებობდეს და აი ევოლუცია და განვითარების საკითხებიც ასე დგება. ახლა რა უნდათ, რას გვეუბნებიან? აი რაში უნდა გამოვიღვიძოთ? ჩვენ პირდაპირ გვეუბნებიან, რომ თქვენ ხართ ერთ-ერთი ებრაელი ქალბატონი, თალმუდისტი, ისაიდულო ცნებების აფსარებელი, გაიშიფრა უკვე და დაიდო. უმაგალითოდ გვძირყვავს, უმაგალითოდ გვაგინებს და პირდაპირ ამცუთ თქვენ ხართ ბოროტი ფესვის შთამომავლები, აქ ცხოვრების ღირსი თქვენ არ ახართ და თქვენი დრო უკვე დამთავრებულია, დრო აღარ არის და აქედან უნდა წახვიდეთო. პირდაპირ დაგიათ ეს საკითხი და როგორ იმაღლებთ თქვენ ხვას არაბებზე და ასე შემდეგ. აქ უნდა მოვიდნენ ღვთის ხალხი, თავის თავს ღვთის ხალხად თვლის. თალმუდისტია ჩვეულებრივ. და მისთვის თუ შენ ამ თალმუდის ცნებებს არ იზიარებ, შენ ხარ გოი, შენ ხარ ხორი, შენ არ აქვს საკუთრების უფლება ფაქტიურად და ასე იგი თუ კი არის სადმე კარგი ადგილი უნდა ეკუთვნოდეს ღვთის ხალხს, თავის თავს ღვთის ხალხად თვლის. ეს ღია ტექსტები თუ გითხრეს. კახა ბოდიში რა გაგაწყვეტინა. აი თალმუდის საიდუმლო ცნებებში ერთ-ერთი მუხლია, რომ ყველა არაებრაელის ქონება გავს მიტოვებულ ნიუტს და რომელი ებრაელის დაასწრებს და პირველი დაეპატრონება, ეს ღმერთისნებაა და მისთვისაა განკუთვნილი რა. კი, ასე იგი რა გამოდის, რომ საქართველოს მიწა წყალი, ჩვენი სამშობლო, მათთვის არის მიტოვებული ნიუტი, რომლის ღირსნის ჩვენ არა ვართ, როგორც ეს ქალბატონი ამბობს და ახლა ებრაელები დაეპატრონებიან და ეს ღმერთისნებაა თუ დაეპატრონებიან. აი პირდაპირ ეთანხმება თალმუდიზმის ფარული ცნებების ერთ-ერთ მუხს. ხო, ახლა თვალი გავადენოთ იმ ვიღაც ენუქს, რომელიც თითქოს და მეცნიერულად ასაბუთებს, რომ იერუსალიმი ყოფილა სინამდვილეში
უფლის ციხე, ახლა უფრო შორს წავიდა მეტ აღმოჩენებს ახდენს და ხორნაბუჯის ციხესიმაგრის კონცხი ამაღლებული ყოფილა ის ადგილი, სადაც მოსემ 10 მცნება მიიღო უფლისგან. ესე იგი ყველაფერი თავის ადგილს იკავებს, ხო, რომ ესე იგი უფლის ხალხისა ეს ტერიტორია, მათ უნდა დაიბრუნონ, ისინი უნდა მოვიდნენ აქ უნდა აშენდეს კოსმოპოლიტური ოაზისები და თუ იტყვი რომ შენც მივიდეველი ხარ და ასე შემდეგ, ნუ რა ვიცი, იქ მერე დიდი კომისია გაკეთდება და შეისწავლიან შენ საქმეს და დამთავრდა უკვე აქ ქართველობას არაფერი აღარ ეკუთვნის, იმიტომ რომ ვართ აბსოლუტურად ბოროტი თესლის წარმომადგენლობა და ხო ასე შემდეგ. ახლა თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ სიონისტურმა პოლიტიკამ ებრაელი ერი ჩიხურ მდგომარეობაში მოაქცია, ხას უსვამთ კიდევ ერთხელ, რომ ერი არის ღვთაებრივი წარმონაქმნი. ყველა ერს აქვს თავისი უნიკალური ფუნქცია, უნიკალური ადგილი დედამიწის ურგზე. და ებრაელ ერს, მე ერზე მაქვს ლაპარაკი, თავისი უნიკალური ფუნქცია შესრულებული აქვს და კვლავად შეასრულებს. მაგრამ რაც შეეხება სიონისტურ, თალმუდისტურ ამ სექტას, რაც ბატონობს, ხომ, ჩიხში შეყავს ებრაელი ერიც, თავისი მტრული კვილი-კვილისი და არაერთხელ გაუწირია. და ახლა გეგმარი ასეთია, რომ ამხელა ან უნდა დაიყვანო მსოფლიო მილიარდზე, კაცობრიობა მილიარდზე, ნუ ეს მესამე მსოფლიო ომზე გადის და რა დარჩევა ბოლოში არავინ არ იცის, ნუ ან არა და მაშინ ამხელა მასასთან დაპირისპირება, ისლამურ მასასთან, არა მარტო არაბულ სამყაროსთან დაპირისპირება შეუძლებელს გახდის დროთა განმავლობაში. სამხედრო უპირატესობაც ხვალე-ხვალზევით შეიძლება ასეთი მკვეთრი და ასეთი აღმატებული აღარ იყოს და ნუ მაშინ ამ აგრესიული პოლიტიკის წარმოებიდან გამომდინარე უნდა ახალი სამშობლო მოძებნოს და სადღაც გადმოიყვანონ და მოკლედ ფორმულირება რომ ვიცით არ ეცხოვრება. ხო, არ ეცხოვრება. გრძელვადიან პერსპექტივაში არ მოჩანს. გრძელვადიან პერსპექტივაში არ მოჩანს და ერთ-ერთი შერჩეულია უკრაინა და უკრაინაზე ღიათაა ლაპარაკი და ასევე მთავარ სამიზნედ როგორც ჩანს საქართველოა ამორჩეული და თუ დავაკვირდებით პოლიტიკოსების განცხადებასაც, გვაგუებდნენ ადრევე სინგაპურიზაცია, არა და ვიცით კაცო, რას მიქებ ამ სინგაპურს, სადაც 13%-ია სინგაპურელი, ანუ ადგილობრივი ეროვნული ფუძე, დანარჩენი ეს უმრავლესობა სხვები არიან, ნუ შემდეგ ეს არაბიზაცია და ასე შემდეგ, არა? ხო, ესე იგი აქ ყველაფერი უკვე ჩანს. შემდეგ რა არის მნიშვნელოვანი აქ? ხელისუფლება ისე თამამად და აგრესიულად ელაპარაკებოდა იგივე ევროკავშირს, იგივე ამერიკის შეერთებულ შტატებსაც ულტიმატუმების, ენით იყო საკვირველი. ვიღაც დიდი თუ არ გიდგა, ესე აგდებულად, ესეთნაირი მიდგომები არ შეიძლება რომ ესეთმა პატარა ქვეყანამ ხო, მისცეს თავის თავს ამხელა უფლებები, ხო. საკითხავი ეს ხო, ნუ აღმოჩნდა რომ აი deep state-ს ეგროა ლაპარაკი. ხო ის ულტრაგლობალისტების პირდაპირ წარმომადგენლობა, რომელიც პირდაპირ ემსახურება იმას, რომ კოსმოპოლიტურ ოაზისებად გადაუქციოს საქართველო. რა პრობლემას ქმნის, ნომერ პირველ პრობლემას ქმნის, რა თქმა უნდა, მართლმადიდებელი, რა თქმა უნდა, ქართველი. იმიტომ რომ შენ ამოფრო ეს ტერიტორია ჩემი, იმიტომ რომ საქართველო, ხო? და რაღაც პრეტენზიები გაგაჩნია. ამიტომ არის საჭირო ისეთი ეკონომიკური პოლიტიკის წარმოება, რომ აქ არ გეცხოვრებოდეს, გადიოდა და გასულ ადამიანსაც სხვადასხვა მიზეზით გაუწყვიტო კავშირები, ხელზე დაიხვიო და თქვათ ის ფორმალური უფლებაც კი, რასაც არჩევნებში მონაწილეობა და საკუთარ ქვეყანასთან რაღაცით დაკავშირება ქვია, ის გზების მოუჭრა. ფართოდ გაუყო გზა და შემოუშვა მთელი ეს ურდოები. ეს ურდოები არ ჭირდებათ არა იმიტომ, რომ ამათვისაა გათვალისწინებული ეს კოსმოპოლიტური თავშესაფარ ოაზისები. ეს ღიად იწერება ინტერნეტში. ჩვენ წასაშლელად ჭირდება. ეს არის სავარცხლის და ცოცხლის ფუნქციის მატარებელი ამათით გაწმენდა, რომ მათთვის მოსწორებული და განთავისუფლებული იყოს აქაური სამოთხის ტერიტორია. ხო, ეს პოლიტიკა უკვე ღიად არის ერიში. ანუ ჩვენ რაში უნდა გამოვიდოთ? მოწინააღმდეგე, ანუ მტერი მოდის ღია იერიშში, დაურიდებლად მოდის უკვე. იმხელა ძალას გრძნობს ზურგს უკან
ასე აგდებულად შეუძლია ელაპარაკოს ევროპასაც, ამერიკასაც, თუ იქით და აქეთ და ბოლომდე დაიწყოს იმ გეგმის განხორციელება, რომელიც ძალიან მალე მიგვიყვანს ქართველი ერის უმცირესობაში გადავალ და ხალხების დონემდე დარჩება. აქ ჩვენი ყოფნა ამ მიწა-წყალზე, თუმცა კიდევ საკითხავია, რამდენად დატოვებენ ვინმეს ქართველს. რა არის ახლა აქ მნიშვნელოვანი, აქ მრავალი დემაგოგია ამუშავებული, აი მიწას სხვა რუკით და ჯერ ერთი გამოიფინა მასალები, რამდენია მიწები გასხვისებული. ვინ აგებს ამაზე პასუხს, არავინ? ხო. შემდეგ თავარი ის კი არა მაინდამაინც უშუალოდ მიწას მიჰყიდით თუ არა, კაცო. $100,000 ბინას ან უძრავ ქონებას თუ შეიძენს, აქ ცხოვრების უფლებას პიროვნება იღებს. გაჩაღებული არის ბინათ მშენებლობა, ეს დეველოპერია აყვავდა და პირდაპირ ესე იგი ამ ოაზისისთვის, კოსმოპოლიტური ოაზისისთვის, დემოგრაფიული სურათის შეცვლისთვის პირდაპირ გაცხოველებული მშენებლობა მიმდინარეობს გასხვისება. ოღონდ ეს პროცესი რო შეიფუთოს, ნიღბად არის მორგებული ვითომ ეკლესიურობა, ვითომ ანტი-LGBT საკითხების რაღაცნაირად მოგვარება, რომ არ გაგვეხსნას ახალგაზრდობა, თითქოს და ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლა, ამაზეც მთელი რიგი საკითხები არის, ყველა მითის რომ ცოტა სინამდვილე სხვანაირად არის ამბები. ეს კიდევ ცალკე გარჩევის საკითხია რომის პაპთან შეხვედრის ამბები და საერთოდ ეს გადაფარვა ხდება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არის ის, რომ უაღრესად ამწვავებს საკითხებს ევროპასთან თითქოს თითქოს deep states უპირისპირდება და ხედავთ როგორი დესტრუქციულია მათი მოქმედება, როგორი რეპრესიული აპარატის ამუშავება ხდება, რომ შემდეგში ეს ყველაფერი გადმომისამართდეს ნამდვილ ეროვნულ სულისკვეთების ადამიანებზეც, პოლიტიკურ მოძრაობაზეც გადმომისამართეს. ესენის deep state-ის ხალხი არიან, ესენის ქვეყნის ძირგამოთხრისათვის იღწვიან და ასე შემდეგ. სხვათა შორის ჩვენ გამოვთქვით შიში, რომ არსებობდა საშიშროება, რომ როგორც კი ნაციონალური მოძრაობა და მასთან დაკავშირებული ეს პარტიები და პიროვნებები ხმას ამოიღებდნენ, ხელისუფლება ეგრევე შეეცდებოდა აი ეს ერის წიაღიდან წამოსული ეს პროტესტი გაეთანაბრებინა ერთ პოლიტიკურ ძალასთან. საქმე იმაშია, რომ თვითონ ამ პოლიტიკურმა ძალამ მათ წებსი გაგნასავით იმდენი იყვირათ ყვილად, რომ აი რუსულ კანონს ღებულობენ, აი ეს ხდება, გამოდით ეს ვქნათ, ის ვქნათ, რომ ეხლა რეალურად რომ გულწრფელათაც გამოხატოს თავისი მოწოდება თუ ასე ვთქვათ, გულის ტკივილი თემასთან დაკავშირებით, უკვე ნაკლებად დასაჯერებელიც ხდება, ჩვენ გვინდა თუ არ გვინდა, ესე მოხდა. და ხელისუფლებაც წარმატებით მსარგებლობს ამ შემთხვევით, რაც ცდილობს, რომ მთელი ეს დანარჩენი ეროვნული წინააღმდეგობა გაათანაბროს ერთ პოლიტიკური ძალის პოლიტიკურ ინტერესებთან. რომ აი ხო ხედავთ ამან ის სხვა დროსაც განცხადებები გააკეთა რადიკალური და მოუწოდებდა ხალხს და რაღაცა და deep state-თან კავშირში დასდო ბრალი უკვე ჩვეულებრივ მოსახლეობას, ჩვეულებრივ ნორმალურ უბრალო ადამიანებს და საოცარია პირდაპირ, ესე იგი ხალხი, პოლიტიკური ძალა, რომელიც არც არაფერს არ წარმოადგენდნენ, არც არავინ არ იყვნენ. სწორედ იმ deep state-თან თანამშრომლობამ, მათ ქვეშევრდომობამ, აქცია მილიონერებად, აქცია ცნობად სახეებად, აქცია ასე ვთქვათ ავტორიტეტულ პოლიტიკოსებად და ჩააბარა ქვეყანა და უმაღლესი თანამდებობები დაურიგა. და ეხლა ეს ხალხი ცდილობს, რომ deep state-თან კავშირში ბრალი დასდროს უბრალო ქართველ პატრიოტ ადამიანებს, რომელთაც გული შესტკივათ თავის სამშობლოზე, თავის მიწა-წყალზე და პროტესტს გამოთქვამენ რაზე? რომ
ჩვენი მიწაწყალი ჩვენ გვეკუთვნოდეს და ჩვენ შვილებს შემოუნახოთ, როგორც ჩვენმა წინაპრებმა შემოინახეს, მათ ბრძოლით შემოინახეს. და ჩვენ მოჩვენებითი მშვიდობის პირობებში ვასხვისებთ და ცალკეული პიროვნებები ალბათ ამ გარიგებებით დიდ ფულს იშოვიან. რა ვიცი, სხვადასხვა მაქინაციები არსებობს, მე არც ვიცი რა ხდება და არც მაქვს სურვილი როდისმე ვიცოდე და ღრმად ჩავიხედო ამაში ეს ატკატები და რაღაცებს რო ეძახიან. ეგრეთ წოდებული ლევის შემოსავალი და ამის გამო ისედაც ერთი მუჭა მიწაწყალი უნდა დაიყოს იქ არაბული დასახლებებით, იქ თურქული დასახლებებით, იქ სხვა დასახლებებით. აქ როგორ არის აი ჯემალი რა თქმა უნდა თვალყურს ვადევნებ და დაისვა საკითხი რომ არაბიზაცია გასაგებია, მაგრამ თურქიზაცია რომ ის ძალიან სერიოზული ტემპებით ამ ჩვენ ფსევდო პრეზიდენტს, ნუ რა პრეზიდენტია, გასაგებიც არის პირდაპირ დაუყანა ერდოღანმა რომ თურქი მესხების ჩამოსახლების საკითხზე პირობაზე როგორ ახარ ფული ჩემი, საქმე ჩემი და თქვენ საქმეს მე მალე ველოდებიო. ნუ იმის მერე ისე იყო რომ ვიცით რომ გამოცხადებულია შტატების მთავარი პირის მიერ ბოდიში და უკანალზე ამბორი და როგორც აჩვენს პრაქტიკას ჩვენ აქვე გავდივართ. ვიცით რომ არავით არის პროტესტი და ისევ ჩასულები, ჩამოსულები ფეხბურთში სამარცხვინო მარცხის მიგებაც ეს ყველაფერი ნიშნებია და ერთდროულად ჩვენი სულიერების მდგომარეობაც აისახა. ხო. ახლა როგორ არის? ნუ აღინიშნა ისიც რომ მთელი რიგი წამყვანი ენერგეტიკული ობიექტები რო გასხვის და რუსებზე სააკაშვილის ხელით. სად იყო პროტესტიო? გამოითქვა. და არა მარტო არაბებზე, ახლა ისე ხო არ არის რომ ვიღაცას არაბების საქმე ეწვის და კონკურენტი გამოუჩნდა, ამას ხო არ აქვს ადგილი, ანუ საქართველოსთვის ეს გამოსვლები ინსცენირებული ხო არ არის მათ მიერ, ვისაც უკვე თავისად მიაჩნია ეს ქვეყანა და ვის მიაჩნია, რუსეთსაც თავისად მიაჩნია, კავკასიას, თურქეთსაც და ასე რომ მივყვეთ, ხო, შორსა ვარ და არც ვიცი შორს. ესე იგი, რა უნდა ვიღონოთ, გამოსავალი რაშია? საერთოდ ბინათ ანუ უძრავი ქონების შესყიდვის საკითხებში პირველი ადგილი ისრაელის მოქალაქეებს უკავიათ. ის გასაგებია ეს პირდაპირ უკავშირდება იმ პროცესებს, რაზეც ჩვენ ვისაუბრებთ. არის სტატისტიკა რამდენად შეესაბამება მას სინამდვილეს, მაგრამ აი თანამედროვე მშენებლობა რაც მიმდინარეობს 25% ამ მშენებლობებიდან მოდის უცხოელებზე გაყიდული ბინები. და იმ 25%-ში კიდე უმეტესობას წარმოადგენენ სწორედაც ებრაელები. ხო, იქ იმ პოლიტიკა მძიმე ვითარება შექმნა და გარკვეულწილად ბუფერს ეძებენ, მაგრამ ხო, ასეთი რთული მდგომარეობა არის, თუ არ ვიტყვით რომ ურთულესი, ესე იგი არაბიზაცია რაღაცას უნდა გამოეფხიზლებინა. რაღაცა უნდა ყოფილიყო, თუ კი ერი კიდევ ვარ და ვარსებობთ, როგორც ერი, თავისი თვითცნობიერებით, თავდაცვის ბუნებრივი თვისებებით, ანუ ერთიანობის სული თუ კიდე გაგვაჩნიათ, მიძინებულია, რაღაცას უნდა გამოეფხიზლებინა. ამ შემთხვევაში, რასაც ჩვენ უყურებთ კონკრეტულად, გახდა სწორედ არაბობის საკითხი. არა იმიტომ, რომ ჩვენ ეს არაბები ან გვეზისხებოთ თუ რაღაც, ამან უკვე ხიად დაგვანახო, როგორ ქალაქების აშენება მიმდინარეობს, მაგრამ სინამდვილეში რღვევა და ლპობა გაცილებით ღრმა ფესვით მოდის და გაგრძელდება. ეს ქალაქები ჯერ ერთი ძალიან რთული საკითხია, იმიტომ რომ ყველაზე მთავარს მივადექით. იმიტომ რომ ჩვენ ახლა ყველაზე მთავარი გვიტევს სინამდვილეში. ნუ ახლა ჩვენი გადაცემის ფორმატი დაზრავს თუ არა და უკვე დროც გასულია, რის წინააღმდეგ გვიწევს. ჩვენ წარმოდგენაც არ გვაქვს ახლა რას ვეჯახებით. რომ ეს რა კრებულია, ესენი რა აზროვნებით იკვებებიან და რა არის მათი ადგილი დღევანდელ მსოფლიოში. და რატო გაბედეს ესე ღია? ალბათ ჰიტლერიც კი თავშეკავებულად ლაპარაკობდა მაინც დახურულად, რომ მსოფლიოს არ გაეკო. კრემატორიუმები რო ააკო. პირდაპირ სადაც იყო ჩამოყალიბებული, რომ ესერი აღარ უნდა იყოს, ან რამდენი უნდა იყოს და ასე შემდეგ. ასე ღიად რომ პირდაპირ მოგახალეს პირში, რომ თქვენი დრო დამთავრდა და დაიკარგეთ მაკედონია.
რა აძლევს ამის თქმასთან ასეთი ზევიდან ლაპარაკის უფლებას. რასთან გვაქვს საქმე? ეს ჟამი, ეს არის პერიოდი, ხო? ანტიქრისტია. შენ ვერ წარმოგიდგენია რამხელა მასშტაბის ხეთთან გაქვს შენ შეჯახება. რითი გინდა გაიმარჯო ქართველები? რითი გინდა გავიტანო თა? საქმე იმაშია. ამაში, აი და უკვე აქ ავართ, აი გამოფხიზლება უნდა მოხდეს, უნდა დაინახო ვისთან და რასთან გაქვს საქმე და რის იმედით აპირებ ეხლა შენ ამასთან გამარჯობა. ძლევა რითი გინდა განახორციელო. საქმე იმაშია კახარო, აი დაუშვათ კიდევაც გავიმარჯვეთ და ხელისუფლებას დავახევინეთ უკან და ეს პროექტი გავაჩერეთ. ბინადრობაზე ვლაპარაკობდით. ყოველდღიურად მიმდინარეობს შენებლობები, იყიდება ეს ბინებულ ცხოველებზე, კაი კომპაქტური დასახლების ის დაუშვათ რაღაცა წერტილი არ დაუშვით. მაგრამ დემოგრაფიის ცვლილება ყოველდღიურად, ყოველწამიერად ხდება. იმ კანონს არ არსებობს კანონი, არ არსებობს ასე ვთქვათ ბერკეტი, რომელიც ამ პროცესს გააჩერებს. არსებულ სისტემაში წინა გადაცემებშიც ვთქვი, იურიდიულად სამართლებრივად რომ განვიხილოთ, ამ ხელისუფლებას ბრალს ვერ წაუყენებ. არანაირი კანონის დარღვევა ამაში არ არის. მოიზიდა ინვესტორი, მოიყვანა ფული უნდა ჩაადებინოს, გასაგებია ბიუჯეტშიც რაღაცა შევათანხებ, ხო? კი, შეიძლება არ მოგეწონოს. იურიდიულად, ხო, შეიძლება არ მოგეწონოს, გააპროტესტო, მაგრამ იურიდიულად ბრალს ვერ წაუყენებ, რომელიმე კანონის, რომელიმე პუნქტი მუხლი დაირღვა. კაპიტალიზმია ეს სისტემაა, რომელიც უშვებს და ხელისუფლებას ევალება კიდევაც იზრუნოს ინვესტიციების მოზიდვაზე. ანუ აქედან გამომდინარე რა მინდა რომ დავინახოთ? სხვა სიმაღლიდან არის. კი ბატონო, რომც მოვიგერიოთ ეს შემოტევა, ხვალ უფრო უარესი შემოტევა იქნება. და თითოეული ასეთ შემოტევაზე მოგვიხდება ბრძოლა. სწორედ ამაზე ვლაპარაკობ წლების განმავლობაში. აი ეს ბატონო ბოდიში გახარ. კიდევ ერთხელ მინდა, რა ვიცი, ალბათ დაწერილი არ გამოჩნდება, მაგრამ აქ წერია რომ ქართული მიწა, წყალი, წიაღისეული, სულიერ მატერიალური ფასეულებები არ იყიდება. მისი გაყიდვის, გასხვისების უფლება არავის არ აქვს და რაც უკვე გაყიდულ გასხვისებულია, ის უკან უნდა დაბრუნდეს. აი ამაზე 2 მილიონამდე საქართველოს მოქალაქეს ქართულს ხელი აქვს მოწერილი. ის საფუძველზე ჩატარებულია სრულიად საქართველოს ენური ყრილობა, რომელმა ყრილობამაც კანონიერად ცნო აღნიშნული ხელმოწერები და მას იურიდიული ძალმოსილება შესძინა. ანუ აქ ლაპარაკი ერაზე ფორმაციული ცვლილებაზეა და საკუთრების ფორმის განსაზღვრა არის ერთგვარი მინიშნება, რა ფორმის საკუთრებები შეიძლება შევხვდეს ამ ახალ სისტემაში. და იქ ლაპარაკია ეროვნულ საკუთრებაზე, ოღონდ ძალიან გთხოვთ ეს არ გაიგივოთ და არ აგერიოთ სახელმწიფო საკუთრებასთან. ეს ცოტა უფრო სხვა ფორმაა, ცოტა სხვა რამეს გულისხმობს, თუმცა ახლა ამას ჩვენ დეტალურად აქ ვერ განვიხილავთ, ამისი დრო არ აგვაქვს. თუ შემოვა მსმენელებისგან, ასე ვთქვათ, მოთხოვნა და ინტერესი, ჩვენ ვზარდქროთ, რომ თუნდაც ერთი ან ორი გადაცემა ამ თემასაც მიუძღვნათ და უფრო ფართოდ გავშალოთ. მაგრამ აქ ახლა საუბარი რაზეა? არსებული ფორმაცია იძლევა ამის საშუალებას, რომ ხელისუფლებამ ეს გააკეთოს. და აქ უკვე დამოკიდებულია იმაზე, ხა ხელისუფლების კეთილნებაზეა დამოკიდებული. ხელისუფლის კეთილნებაზეა დამოკიდებული. გაწირავს და გაიმეტებს თუ არა ქვეყანას და ერს ამისთვის და თუ იმასაც გავიხსენებ წერილადაც ვამბობდი, რომ არსებული სისტემა ამდაგვარებს აყალიბებს სწორედაც კოსმოპოლიტებს. ადამიანი, რომელსაც ნათქვამი აქვს, რომ მე არ ვიცი რას ნიშნავს ეროვნული ცნობიერება და ეს ცოტა სახიფათო რამ არისო. და როდესაც ქვეყანას გასაგებია, რომ რეალურად ქვეყანას ის არ მართავს, მაგრამ მაინც რას შეიძლება მოველოდეთ. ამასთან დაკავშირებით სწორედაც ახალ სისტემაში პირიქით, ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლების სათავეში, ის ვერ შეძლებს რომ ერის საწინააღმდეგო ნაბიჯები გადადგას. ამას კანონი დაარეგულირებს, კანონი გაწმენდავს
რომ არც ასეთი ნაბიჯი არ გადაიდგას და თუ მაინც გადაიდგმება, იარსებობს მექანიზმი, რომ თუნდაც ერთი დღის არჩეული ქვეყნის პირველი პირი იქნება თუ მისი გარემოცვა გადაყენებული იქნას თანამდებობიდან და მის ადგილზე მოიყვანო ადამიანი, რომელიც გაითვალისწინებს მის შეცდომებს და აღარ დაუშვებს. კი, ესე იგი, თუ იმ ახალზე უნდა გადავიდეთ, რაც მართლაც გადარჩენისა, ახლა ეს ყველაფერი ფაქტიურად უარყავით რა. აღარ სრულად აღარ შევეხებით, მაგრამ აბა რომელიმე ტელევიზიაში ოპოზიციური თუ პოზიციისა და რომელიმე გამომცემლობაში რაიმე ხსმენია ამის შესახებ. სენსაციებს და სასწაულებს გამოკიდებული თელეკი პრესა გამოდიოდა, იყვნენ ამის კორიფეები, წამყვანები. არსად არ აქვს ხსმენია. ხო? ან ეს ვითომ არ ყოფილა, გადავდეთ, მაგრამ გავიდა დრო და ვხედავთ, რომ ერი რომ გადარჩეს, ვაიმე რა უშუალოდ ჩვენ ეროვნულ საკუთრებას. ვაიმე რა ვქნათ. გაგვიყიდეს ყველაფერი, რა, ესე იგი რომ გადარჩე, თუმცა საჭირო ყოფილა ეროვნული საკუთრების გამოცხადება და გაყიდულ გასხვისებულის უკან დაბრუნება და ასე შემდეგ, რა, ინფორმაციულ ცვლილებაზე იყო აუცილებელი რომ წასულიყო, ხო? ეხლა ჩვენ უკვე აი ამ რეალობის წინაშე დაგვაყენა გარემოება. ეს უნდა გავიტანოთ რამენაირად. მაგრამ როგორც აღნიშნეთ ჯემალ, ესე იგი ამ სისტემის ფარგლებში ეს არ არის რაღაც ისეთი, რაც კანონდარღვევა. მიგივე ხდება ევროპაში. პატარა ქვეყნები, პატარა ერები, რომ ჩაუკვირდე. სინგაპური რო ახსენე. როგორ მივიდა სინგაპური მაგამდე, რომ უმცირესობაში აღმოჩნდა. კი. იგივე ემუქრება ევროპა. ხა ევროპა ხო წამყვანია და ჩვენთვის ამაგალითო იგივე ხდება. ინგლისელი იგივე დღეშია. ახლა ლონდონი იკვიდა რომ ლონდონის ცენტრი უკავად არ აქვს შეიხებს და მთელი ამბავი და სოფლიო კოსმოპოლი აგებული და რიგით ინგლისელი შრომელი ადამიანი გარეუბანშია და თავის სამსახურში ვერ მისულა რამდენიმე საათია ტრანსპორტში. აბა ლაპარაკეთ რა მდგომარეობაში ერთ პერიოდი ტენდენცია წამოვიდა ადგილობრივი ცხოვრებლები თავის სამშობლოში, თავის ქალაქში, ქუჩაში ვერ გამოდიოდნენ, განსაკუთრებით ქალბატონები. ეს არაფრით არ გაჩერებულად ფაქტიურად გრძელდება და უფრო ძლიერდება ევროპის ქალაქებში. ხო, ეს დიდი მიზნებია ამ ყველაფერს ჩადებული, ეს გასაგებია, მაგრამ ჩვენ აი ფაქტების წინაშე უკვე მივედით და ხო, გადარჩენისთვის რა ზომებიც არის გადასადგმელი, ეს ფაქტიურად ფორმაციული რანგის ცვლილებებისკენ გვიბიძგებს. მაშინ რა ვქნათ? ამ სისტემაში მართალია, გამოდი გააპროტესტე, ოღონდ არ მოგწოს ამგვარი ინვესტიცია, რა ვიცი, როცა შენ არჩევნებში გაიმარჯვე, მერე შენებურად შეცვალე, რა ვიცი, იქ საერთაშორისო არბიტრაჟია. რამდენი უნდა გამოვიდეს? მაშინ რომ აი დაუშვათ გამოვიდა მილიონი. გეტყვია, რომ აი დანარჩენ მილიონ ნახევარს არ უჩდება ამაზე პროტესტი და თანახმა. ხო, ანუ რამდენს გამოიყვანა? მაშინ მთელი საქართველო გარეთ უნდა გამოვიდეს, მათ შორის ემიგრანტებიც უნდა ჩამოვიდნენ და დადგნენ იქ და მაშინაც ვინ არის ამის დამტვლელი? ამიტომ ეხლა რა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ესე იგი ახლიდან ნამდვილი გაგვიძება უნდა დავიწყოთ, იმიტომ რომ ჩვენ რო გვეგონა რომ დამოუკიდებლობას მივიღებდით და მე აეწყობოდა ჩვენი საქმე და კარგად ვიქნებოდით, იმიტომ რომ დასავლეთიდან რასაც გადმოვიღებდით, კარგად ვიცხოვრებდით. აღმოჩნდა რომ ამ ცხოვრების წესით დასავლეთიც იღუპება, ერები იქ იღუპებიან, მორალურად ადამიანი კვდება, იქაა ციტატელი ამის. და აღმოვაჩინეთ, რომ სამშობლოს კარგად ვიც აგვარჩევინეს, ვიც იქ გაიზარდა, ვისთვისაც ეროვნული ცნობიერება მიუღებელია. ეს კანონები ყველაფერი კრებული აქამდე, მიგვიყვანა უკვე აქამდე. მაშინ რა არის? ახლიდან ნამდვილად უნდა გავიღვიძოთ. იმიტომ რომ ჩვენ ამ დემოკრატიის ნიღბის ქვეშ შეფარული მომაკოდინებელი ძალა, რასაც პოლიტიკური იდეოლოგიური ძალა, რაც შესაბამის შედეგებამდე მიგვიყვანს. აი ეს უნდა დავინახოთ და უნდა შევეწინააღმდეგოთ. კი ბატონო, ცალ-ცალკე პარტიები იწყებენ აქტიობას, ჩვენ მივესალმებით, ჩათვალეთ, რომ ყველას გვერდით გავართ. დღესაც იყო პატრიოტთა ალიანსის მიერ ორგანიზებული, შუჩი იქნება ალტინფოს მიერ და ასე შემდეგ, მაგრამ ჩვენი მიზანი რა არის, რომ უფრო ღრმად უნდა გავაცნობიეროთ პრობლემატიკა, რის წინაშეც ვდგავართ. იქნებ ის, რაც გადავაგდეთ და გვერდზე დავდეთ,
ეს ჩვენ გამოადგენს ერთსა და ქვეყანას ქვეყნის გადარჩენის საქმეში. ჩვენ ხო ხედავთ, რომ თუ ან გავიმარჯვებთ, ან ჩვენ ქვეყანას დავკარგავთ, გადაგვთელავს ეს უზარმაზარი კოსმოპოლიტური ფულიანი მასა, გაგვაქრობს ისევ, როგორც გაქრალა დიდი იმპერიები, მრავალრიცხოვანი ხალხები გაქრნენ და 3,5 მილიონი ვარ ხალხო. ამ აყეფებულ უზარმაზარ ოკეანეში, რაც თანამედროვეობა არის. გამიგეს უფრო მეტი დაფიქრება, მეტი ჩამოყალიბება გმართებს, მეტი კოორდინაცია გმართებს. ცალ-ცალკე ჩვენ ძალა არ აგვაქვს. ერთად გვექნება სწორი პოზიცია. ხო, ეხლა მე მეტის გაგრძელება არ მინდა ამ მიმართულებით, რომ რაღაც პროცესს ხელი არ შეეშალოს. არ მინდა ყველაზე მეტად ეხლა გჭირდება სიტყვის მოზომვა. ხო, ისმის რომ სად არის საპატრიარქო, ეს ხომ პოლიტიკური საკითხია. ამიტომ მოდი იცი როგორ ვთქვათ, რომ ჯერ პოლიტიკოსებმა ვთქვათ სიტყვა. თუ სწორად ვიტყვით ეს პოლიტიკოსები სიტყვას, სწორად დავსვავთ საკითხს, სწორად დავსვავთ მიზანს, სწორად შევარჩევთ დროს, სწორად დავგეგმავთ წინააღმდეგობის ერის გადარჩენისათვის საჭირო პოლიტიკურ წინააღმდეგობის პროცესს. მაშინ უნდა ვიგულისხმოთ და ვიგულოთ, რომ ხმათისაც და სასულიერო იერარქიაც ერი და ბერი ერთად უნდა მივიღოთ ბოლო ანგარიში. რომ გადარჩენამდე მივიდეთ. დანარჩენი კიდე მერე ვნახოთ, როგორ იქნება. ჩვენმა ახლობლებმა თუ გვაძლევს დრო ამის საშუალებას, სურალ კი გთხოვს, რომ რამდენიმე სიტყვით გვეთქვა, აფუძნებენ პარტიას ნეიტრალური საქართველო, ერთიანი ნეიტრალური საქართველო საზოგადოებრივი მოძრაობა რო არსებობდა ხელისუფლების წრიდან ეგვიცოდით და ახლა ცალკე პარტია დაყალიბებენ. რა თქმა უნდა იციან, რომ ორი ძირითადი პუნქტია გადარჩენისთვის, ნეიტრალიტეტი განსაკუთრებული სტატუსით და ინფორმაციის შეცვლა, რაზეც გამუდმებით ვლაპარაკობთ, მაგრამ ეთქობა კარგად ვერ ვლაპარაკობთ, გველოდებით უკეთესად ვინც იტყვის, იდეოლოგია არ აქვს, ეს უშველებელი იდეოლოგიის საფუძველია სინამდვილეში. ხო და უნდათ რომ აი ამ თემასაც შევეხოთო, რომ აი ნეიტრალიტეტს უკვე პარტიას ქმნის, ხელისუფლება ქმნის პარტიას. არ გვინდა რომ გავამწვავოთ და აგერ რაღაც დარაზმას ვაპირებთ ქართველობა, იქნებ ბოლო წამზე მაინც თლიანობას თუ გადავავლებთ, იმდენია დაკარგული, დრო ხელიდან გაშვებული, რომ ბოლო წამია დარჩენილი და იქნება ამ ბოლო წამში მაინც აღდგებაო აღდგომისას უკანასკნელ ჟამს, ხო? რაღაცით სიტყვით ხელი რო არ შეუშალოთ ამბავს და პირიქით. ამიტომ უფრო მაშინ აღარ ჩავალ. თუ არ ვასრულებთ და კაცობრიობა ეგებ გადარჩეს მაინც, ახლა რატო ვამობთ ამ სიტყვებს და რატო ვაკავშირებთ? ალბათ ცოტა მეტი უნდა გქონდეთ მოსმენილი, ან ჩვენი თუ არა ბატონი აკაკის მიერ გამოცემულ გაზეთებთან ვისაუბრებ. უფრო მეტი გაიგო. ეხლა ამას ვერ ახსნით. ჩვენ გარეშე გადაწყვეტენ ბოლოს და ბოლოს ჩვენ საკითხს. ოღონდ ჩვენ გარეშე გადაწყვეტილი ორიენტაციის საკითხი, ჩვენ ხო ორიენტაციას ვეძახით, პროდასავლური თუ პრო. უკრაინა რაც დარჩება თუ დატოვებს და თუ დარჩა. აი ეს ორი გადაუწყვეტს საკითხს. ნეიტრალიტეტი. აი იმას კითხვა აღარ არის, კაცო, იქაც არავინ არ კითხვა. ნოვანდუ აი ისე როგორც არის. უკვე ხო გამოიკვეთა კონტურები. არის შესაძლებლობა, რომ ეს იყოს ნეიტრალური ზონა რაც დარჩება და დანარჩენი ტერიტორიები გასაგებია ვის და როგორ. აი ასე გადაგვიწყვეტენ ჩვენს კავკასიაში გარედან უკვე. ამიტომ რაც მეტად დავაგვიანეთ და დაგვიგვიანდა, ეგ აღარ იქნება აქტუალური. ჯერ ერთი პარტია რომც გააკეთო, ეგ არ ნიშნავს, რომ ხვალევე ქვეყანას ნეიტრალურს გახდი. იქ ბევრი პროცედურა გასავლელი. ეს ერთი საკითხი. მეორე და ყველაზე მთავარი ქართველების, აი პირადად ჩემთვის.
კაცო, ეს ნეიტრალიტეტი აქ არსებობის შენარჩუნებისათვის წინაპირობა რო არის გავიგე, მაგრამ თუ კოსმოპოლიტური ოაზისები უნდა აშენო და ქართველი უნდა გააქრო, როგორც ასეთი ეთნოსი აქ მაცხოვრებელი. მე რაში მაინტერესებს ვისთვის იქნება აქ მშვიდობა. მე გელაპარაკები წმინდა ადამიანურად და იქ გულით და სულით რასაც რაღაც ვის რაში აინტერესებს ნეიტრალიტეტი კიდეც რომ მიაღწიო თუ კი აქ არა მარტო არაბული კაი გასაგებია რომ მოდი ეს ის გოდორი იყოს რა ეს კახური ანეკდოტი ალბათ ყველა მიცით გოდორიო მანამდე ყველაფერი წარწმიდეს წაიღეს და იმ გოდორზე ხო იქნება არაბი მოდის და ამაზე მაინც აი გოდორე ისე ყველა მოდის ყველა მოყავთ იმათ ეკონომიკურ პოლიტიკაში ეთანხმებიან ანუ ეს აღარ არის ეკონომიკური პოლიტიკა ამას ხედავთ რაც არის სინამდვილეში სადაც უნდა მიგიყვანოს ხო ამიტომ არავით არის მნიშვნელობა უკვე ამ შემთხვევაში არავით არის გმირობა რომ აი რაღაც ნეიტრალიტეტზე დავიწყებ ლაპარაკ ამაში უკვე აღარ არის არავით არის ფასი ასეთ ძალასთან თანამშრომლობას აღარ აქვს მომავალი თუ ძალა ჩამოაყალიბებს ხელისუფლება რომელიც ამ ეკონომიკურ პოლიტიკას ეხრობა რომელიც გვისაბუთებს დემაგოგიით რომ ეს არის უნაკლო ხალხო რა მოხდა 60,000 ბინა გაიყიდა ამ 4 წელიწადში რა მოხდა სადაც 9,000 რაღაცაც რომ გაიყიდება ეს კორპუსებიც ხო შენდება რეკლამა როგორია მე ახლა მივაქციე ყურადღება ბოდიშ მოუხდი ჩვენს მსმენელს და მაყურებელს რომ ვერ ვაქცევ ხოლმე ხშირად რეკლამებს ყურადღებას ბათუმში როგორ შენდება და რა მშვენიერება იქნება და აქ იქნება დიდი სანახაობები სიმღერაცაა შექმნილი მოკლედ აშპანდურით მიდის გაუჩერებლივ მიდის ქვეყნის სინგაპურიზაციის დამანგრეველი ამბები გაუჩერებლივ რეკლამები ტაშფანდური ცეკვა თამაში და ხორხოცით მიყავთ ეს ამბები აი ესეთი მძიმეა ჩვენი მდგომარეობა ჩვენ რეალური განსაცდელის წინაშე ვდგავართ ეს ნეიტრალიტეტის პარტია და ამის გახმოვანება უკვე არაფერს აღარ წარმოადგენს ვამოვდით ერთ-ერთს გამოაკლებთ და სრული უაზრობაა არ გინდა რომ ნეიტრალური იყო და გინდა რომ ანუ რომელიმე მხარეზე გადახვიდე შენი ქვეყანა გლობალური ძალების ომის ეპიცენტრად იქცევა ძალიან მნიშვნელოვანი საკვანძო დერეფანია საკვანძო გეოპოლიტიკური რეგიონია საქართველო ესევე გადაიქცევა ომის ცენტრად და გინდა ეროვნული საკუთრება გამოგიცხადებია და გინდა უმშვენიერესი წესწყობილების დამკვიდრების გეგმითა და იმით შეუდექი მალე განადგურდები ხო ამას გამოაკლებ არ გინდა ეროვნული საკუთრება და ეს კოსმოპოლიტურად გინდა რა ჯანდაბად გინდა ნეიტრალიტეტი ეგ შენ აღარ გეხება უკვე ეგ იმათ უნდათ აი როცა ისინი უკვე თავის საფუძველს ყარად გრძნობენ აქ ფიქრობენ რომ ჩვენ უკვე მკვდრები ვართ ჩვენ ქართველიერი უკვე აღარ ვარსებობთ ამიტომ რატომაც არა ეხლა დაჭირდებათ ნეიტრალიტეტი შვეიცარიასავით მონაკოსავით იმათ არიციან ამ სიტყვების და პოლიტიკის მნიშვნელობა იმათ ძალიან კარგად იციან მთელი ეს წლები ამით გვაბრმავებდნენ ეგ რუსეთის მონაკონია და ეგ არა და ის არა და ასე შემდგომ აი როცა თვითონ დაჭირდება თვითონ შენივრად გაიკეთებენ ხო აი ეს არის მოკლე პასუხი უახლოეს ნეიტრალიტეტი იყო ეს იყო პირობა ჩვენი ერის არსებობის გადარჩენისთვის და თუ კი საქართველო არაქართული ქვეყანა უნდა იყოს ну იმედია რომ გონიერება გაიმარჯვებს და მართლაც ბირთვულ შეტაკებამდე არ მივიდეს ორიზე სახელმწიფო და რაღაცებზე შეთანხმდებიან და მათ შორის შეთანხმდებიან კავკასიის საკითხებზე და ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება საქართველოს საკითხი. ალბათ შეთანხმდებიან რომ არჩენ არც მე აი საჯილდაო ხო? ბოდიშ ჩემო უფრო კარგად რო გავაგებინოთ ისინი შეთანხმდებიან საქართველოს ტერიტორიის საკითხზე და არა ქართველიერის საკითხზე. კი ბატონო მაგას ვამბობ რომ სწორედაც ისინი შეთანხმდებიან იმაზე რომ ეს ტერიტორია იყოს ნეიტრალური. და ამ ტერიტორიაზე ვინ იცხოვრებს იმათთვის სულ ერთია. კი, ну შეიძლება თუ კი საქართველო იქნება არაქართული ქვეყანა
და ქართველები უმცირესობაში ვიქნებით, ან საერთოდაც აღარ ვიქნებით. მაშინ ამ ნეიტრალიტეტს რა ფასია? აქვე მეორე პირობა არის, უბრალოდ პირველი პირობა, ფორმაციის შეცვლა, ანუ ეროვნული საკუთრების გამოცხადება. ესეც ერის გადარჩენის პირობაა. ეს ორი ერთმანეთის გარეშე, როგორც ახსენი, არ ვარგა. და აი ეს ორი პირობა თუ ერთად ჯამურად არ გადაუწყვიტეთ, მაშინ ქართველი ერის დაუყვას წინ არაფერი არ უდგას. პირველი თუ არ მოხდა, მაშინ ჩვენი გაფანტვა და აქ ამ დემოგრაფიული წონასწორობის დარღვევა და ჩვენი გადაშენება წავა და მეორე პირობას თუ არ მივაღწევთ და არ მოიპოვებთ, მაშინ უკვე საომარ ტერიტორიად შეიძლება გადაიქცეს, როგორც მაგალითად უკრაინა გადაიქცა. და კაია, რა თქმა უნდა, კარგია, როდესაც ვიღაცა ფიქრობს ამაზე და დაუშვათ ამ მიმართულებით რაღაც გაჟღერდა, რომ ეს ნეიტრალიტეტის მომხრე პოლიტიკური ორგანიზაცია იქნება, მაგრამ პირველ პრობლემას რას უშვებით? თუ ის პრობლემა არ გადაიჭრა, რომ ყველა ერი თავის ისტორიულ სამშობლოში უნდა იყოს ბატონ-პატრონი. დიდმა ერებმა გარკვეული პერიოდი შეიძლება კიდე გაუძლო, მაგრამ ჩვენ რომელთაც ისედაც უკვე დიდი პრობლემა გვიდგას. დღეის მონაცემებით, ხვალდაზე რა იქნება? აი ეს არის, როდესაც საუბრობთ, რომ აი იურიდიულ საბუთს თუ არ გამოვიყენებთ, მაშინ ჩვენი ერის არსებობას ძალიან დიდი კითხვის ნიშანი დაესმება. რა თქმა უნდა. ზურა, ხო, კი, ძალიან დიდხანს რო არ გადავყავთ ჩვენი მსმენელი და მაყურებელი. რამოდენიმე საკითხს დავამატებდი და გავამახვილებდი ჩვენი მსმენელების და მაყურებლის ყურადღებას. ჩვენ გაზეთიც გამოუშვით და გვინდა კიდე გავიმეოროთ, რომ დაგვიწერა ბატონ ავაკი, კიდე 2014 წელს, რომ იქიდან არ მეთქვას აგიდო და ჩვილო და ამ საკითხებზე გვინდა გავამახვილებთ ყურადღება. არაერთხელ გვიქვია ჩვენ გადაცემებში, რომ ეს გზა, რომელსაც ვდგევართ, დავდექით თუ დაგვაყენეს, დაუყვისა და ნიშნებით შეიცნობაო და რა გვაქვს ქართულობას გასაგები, საერთოდ და შესაძლებლობი. რა გვინდა საერთოდ, რას მოვლით და რა საერთოდ ვის ველოდებით და რას ველოდებით. როგორც იტყვიან, ქართველი დღეს ვართ და არ ვართ, რას ნიშნავს ეს, რომ აქვსნათ სახელმწიფოებრივად, უთხრობ ჩვენ მსმენელს. ჩვენ ვერ გავიგეთ, რომ რა გითხრეს, როდესაც ეროვნების აღნიშნული გრაფ ამოგვიხეს პირადობის მოწმობიდან. ცოტა წავფართხალდით, ვითომ გავღეზიანდით, მაგრამ გავჩენდით. ჩვენ აი ეს გვინდა გაიგოს ჩვენ მსმენელმა და მაყურებელმა, რომ ჩვენ დავკარგეთ საქართველოზე კუთვნილების უფლება. რომ საქართველოში ჩვენ იმდენია, რამდენიც საჯარო რეესტრით ვარ გაფორმებული და მორჩა. სხვა დანარჩენ კანონს არ ასრულებს. იმიტომ რომ საქართველო ყველასია, ვინც საქართველოში ცხოვრობს და მინიჭებული აქვს საქართველოს მოქალაქის სტატუსი. გინდ ის ეროვნებით ჩინელი იყოს, ამერიკელი იყოს, არაბი თუ სხვა ეროვნებისა. და ამ საკითხში გვინდა გარკვევა ჩვენ. ამიტომ დღეს ლაპარაკი რომ საქართველო, სამშობლო, ჩვენ ერი ვართ, ეროვნულ ინტერესებმა დავიცვათ. დღევანდელი ქართველისთვის ასე ვთქვათ, რო ვთქვათ, დემაგოგიური ლაყბობაა და თვალებში ნაცრი შეეყარათ. ამაში გვჭირდება გარკვევა. ესე იგი ვამბობთ დე ფაქტო, მაგრამ აღარ ვარსებობთ დე იურე. ჩვენ ეს სამართალი ჩამორთმეული გვაქვს. ამ შინაარსის შემცველია საერთაშორისო სამართლით მიღებული ყველა დემოკრატიული ეგრეთ წოდებული კანონი, რომელიც სოფლიოს მმართველთა მხრიდან ძირითადი მოთხოვნებიდან გამომდინარეობს, რომ დედამიწაზე უნდა წაიშალოს. ეს არაერთხელ გითხრას, საზღვრები, ეროვნებები და რელიგიები. რომ საქართველო ქართველი ერი ფაქტობრივად ვარსებობთ, იურიდიული სამართლებრივად აღარ ვარსებობთ და ფაქტობრივადაც აღარ ვიქნებით, თუ არ გამოვიყენეთ ჯერ კიდევ, აი ხას უსვავ, საერთაშორისო სამართლით მინიჭებული უფლება, რომ ჩვენ ჩვენი ნების მიუხედავად, რომ შეგვიძლია შევცვალოთ არსებული მართვის სისტემა, ხელისუფლება და თვით კონსტიტუციას. და ამ ხრივ ქართველობას არაერთხელ გვითხავს, ჩემოგონებო, უკვე გადადგმული გვაქვს ნაბიჯი. 2 მილიონი ადამიანის ხელი მოეწერილია ასეთი ფორმაციული უცვლელებით, ჩატარებული გვაქვს სამომაღლესი ყრილობა. ანუ რას ნიშნავს ამ უბრალოდ საკითხს არ ვეხებით, რას ნიშნავს დე ფაქტო ლეგიტიმური და დე ფაქტო არალეგიტიმური ხელისუფლება.
რომ საერთაშორისო სამართალი ზოგს დე იურე აღიარებს და ზოგს არ ცნობს. მოდი სიმართლეს თვალი გაუსწოროთ. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ჩვენ თითქოს გამოვეყავით რუსულ მმართველობას, ამას სიხარულით შევხვდით, მაგრამ როგორც იტყვიან ვაის გავეყრდ, ვის შევეყარეთ. ეხლა კი ჩვენ ვართ, ასე ვთქვათ, დასავლეთის მსოფლიო, ასე ვთქვათ, ქვეყნები ყლაპია ამერიკის მმართველობის ქვეშ. რომელმაც ჩვენი დამოუკიდებლობა და სუვერენობა სარელი ფარათინად აქცია. და დღემდე ეს ვერ გაგვიგია და ყველაფერი კეთდება, რომ ეს ხალხმა ეს სიმართლე დაუბალო სიმართლე. მაგრამ ამ ძველ პატრონს შორის განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ რუსებთან ყოფნას ძალადობრივი გაცხადებული სახე ჰქონდა. რომ მსოფლიო დე ფაქტო აღიარებდა საბჭოთა კავშირს უნდა დე იურეს არა. დღეს პირიქით თითქოს ჩვენ სუვერენული უფლება გვაქვს, მაგრამ კიდევ ვამბობ, ყველაფერი კეთდება, ყველა მიღებული დღეს საქართველოში კანონი, რომ ემსახურება დღეს საქართველოში ქართველების მოსპობა დაუყობას და ამიწიდან აყარს. აი ამ საკითხები მინდოდა გამოვხელებინა ყურადღება და დავაფიქრეთ მეგობრებო. ეს მინდოდა მეთქვა ჯერ მეგობრებო. კი ბატონო, დღეს პირველი აქცია ჩატარდა არაბიზაციის და არაბული ქალაქების შენებლობის წინააღმდეგ. მე რამდენადაც თვალი გადავავლე, იქ არ იყო ისეთი მასა, როგორც სურვილი გვაქვს რომ ყოფილიყო. მოდი ჩავთვალოთ, რომ ეს იყო მოწინავე რაზმის პირველი შეტაკება, როგორც საბრძოლო ტერმინოლოგიით რომ ვისაუბროთ და შემდგომ დღეებში უკეთ მობილიზებული, უკეთ ერთმანეთთან შეთანხმებული და საერთო შეთანხმების საფუძველზე ერთად მომზადებული შევხვდებით. ძირითადი ბრძოლები ამ თემასთან დაკავშირებით წინა გვაქვს. კიდევ ერთი თარიღი, რომელიც უკვე ცნობილია, ეს არის 7 დეკემბერი. ჩვენ ადრეც მოგიწოდეთ და ახლაც შეგვიძლია გავიმეოროთ. ნებისმიერი ძალა, რომელიც გააკეთებს ქართულ საქმეს, თუნდაც აი ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, იბრძოლებს ქართული ინტერესებისთვის. ჩვენთვის არის მოკავშირე იმ კონკრეტულ საკითხში ვეთანხმებით, გვერდში უდგავართ, მიუხედავად იმისა, ჩვენ შორის სხვა თემებთან დაკავშირებით იდეოლოგიური სხვაობები არსებობს თუ არა, რადგან ჩვენ ერთი სამშობლო გვაქვს, ჩვენი პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად ეს საკითხი მხოლოდ ერთობლივი ძალებით შეიძლება რომ გადაწყდეს, ამიტომ ყველა სხვა საკითხი, რომელშიც ჩვენ ასე ვთქვათ, უთანხმოება შეიძლება გქონდეს პოლიტიკური, უნდა გადავდოთ მეორე პლანზე და ერთიანი ძალით გამოვიდეთ. ჩვენ ადრეც მოუწოდეთ, დღესაც მინდა გავიმეორო, ყველა ჩვენს მომხრეს მენერს მოუწოდებთ აქტიური მონაწილეობა მიიღოს, რამე თუ მხოლოდ ჩვენი აქტიურობით, ერთიანობით და საერთო გამოსვლით არის შესაძლებელი, რომ რამენაირად ეს შემოტევა მოვიგერიოთ. ჩვენ ვსაუბრობთ სისტემის შეცვლაზე, ქვეყნის ნეიტრალურ ქვეყნად ჩამოყალიბებაზე, მაგრამ ეს სხვა თემაა, ეს უფრო გლობალური თემაა, რომელიც ასევე ერთობლივი ძალით არის გადასაწყვეტი, მაგრამ დღეს პირველი მტკივნეული დარტყმა, რაც მოდის, პირველ რიგში ეგაგვა გადასაგორებელი, ეგა გვაქვს გადასაწყვეტი და შემდეგ უკვე ღრმად უნდა დაუფიქრდეთ. რა არის ამ ყველაფრის პრობლემა? რომ ამ ყველაფრის პრობლემა არის არსებული სისტემა, რომელიც თავისი კანონებით იძლევა საშუალებას, რომ სწორედ მოხდეს ის, რაც ხდება, რაც უკვე სხვა ქვეყნებში მომხდარია, რის მწარე გამოცდილებაც უკვე არსებობს, ეს რომ თავიდან ავირიდოთ, აქციებით ბოლომდე ამის მიტანა შეუძლებელი იქნება. ერთი კონკრეტული ბრძოლის მოგება შეიძლება, ამის მოგერიება შეიძლება, მაგრამ შემდეგ უკვე ერთად უნდა დავждდეთ და დავილაპარაკოთ იმაზე, როგორ მივაღწიოთ, რომ არსებული საფრთხეები კვლავ არ გამეორდეს უფრო დიდი ძალით და უფრო დიდი მასშტაბებით, ვიდრე დღევანდელია. აი ამ თემებზე უკვე შემდეგ დავждდეთ და დავილაპარაკოთ და პოლიტიკურ კონსენსუსისკენ წავიდეთ რამენაირად. მადლობთ ყურადღებისთვის, მომავალ შეხვედრამდე. მადლობთ.